ილამშვიდობის ყველას. წინა სატურნირეთ წავივარჯიშო პატარა ქორჭილებზე და რავი ალბათ კარაცებიც მოტყუდებიან როგორც ყოველთვის. იმედია ყოველ შემთხვევაში კარგი იქნებოდა. ალგეძე მევარჯიშა, სადაც ტურნირი ტარდება 29-ში. ეხლა კვირა დღეს. მაგრამ იყოს. აქვე წავივარჯიშებ. წამოვედი 2 ჯოხით. ორივე გედი 2 გრამამდე და 7 გრამამდე. ნახოთ აბა თევზები რას ფიქრობენ დღეს. აბა ირმელი ბიჭო რა მაგროთი გზის ჩემი ცოტა მოუშვა ფრიქციონი თორე ეს და მაინც სქელი ის არ მიყენია არც ფლურო არც ისა რა რა მხელა ქორჭილა ნახე რა მაგროთი გზის მხელა ქორჭილას არ ველოდი აქ ოხო молодец. ქორჭილა. მოდია. ბიჭო. ტურნირზე დამაჯერინა ხელა ქორჭილა. ჩემი რა კაი ზომის ქორჭილა არის. ვინ წარმოიდგენდა ეხლა აქ რომ ამ ხელა ქორჭილა იქნებოდა. ესეთ პატარა ტანტაზე. ესეთი ოპ. და რა ლამაზ ფერებში არის. კარგად გამოვაჩინოთ. ქორჭილაც მოვა. მაგარი ტიპია ძალიან. ამას ერთი ფოტო ეკუთვნის ისეთი კაი ლამაზ ფერებშია. ისე. ქორჭილა. გაიმძრე 2 წამი. გაიმძრე. შვენივრად. ნაცა, აქეთ არის გავუშვებ. მაგრა გაასწორა. ძალიან მაგარი ისენი ქონა სტარტები თავიდან. კარგია. კარგად დაიწყო დილა. ოპ. კიდევ ერთი. მორიგი. ეს აღარ არის იმხელად, მაგრამ მაინც კაი. სასიამოვნო ზომის. ქორჭილა, სატურნირე ზომის. ესეთი.
ესაც აქეთ გავუშვათ. აქეთ არ არის წყალი, ჩემო. ამაცა. გამარჯობა იმედო. პირი ხო არ მიგედო. დღეს უფრო ფორტილებზე ჯობდეს აქცენტი გაკეთებული ვიდრე კარასებზე. თორე ტურნირზე კარასებით ვერ მოვიგებ. 1.5 ინჩიანი სნექი. Самоградар. Пичо. Грარი. ცოტა გაუშვა თორე. ნამეტანი ხაჯი ოღო პიჭო. რა შვება? და რა დამენახე რა ხარ ერთი, ჟარი, ჩემი კაი. რა არის? ვერ წარმოიდგენთ თქვენ რა არის ახლა ეს? ხრამული. ხრამული, თა რამხელა ხრამული. სილიკონზე, ჩემი თეთრას მიწავარ ეს, ნახეთ რა. ой, თავი ახლა არ გამიქცეს აი აქ. რო დაგანახოთ, მე რა თქმა იგონებდაო. ხრამული სადღაც არ ვიცი, 1.5 კილოიანი. ვერა ცოტა მეტიც. ჩემი კაი, პოდია. ეს რა ხდება აქა? აქ ვიღაცას სილიკონზე ხრამული ხო არ დაუჭერია შემთხვევით. ეს რა ხდება? გაჩერდი აქ. შემოძმობილო, ავტომობილო. აი. ოპ, ღილად. ნახეთ, ჩვეულებრივ აღებული აქვს პირით. აი.
თუ რა მტელა ხრამული სპინინგზე ეს არის სპინინგი ძმაო მრავალფეროვანია აი ყველა მშვიდობიან თევზაც იჭერს თავარია სწორედ იყოს მონტაჟი აწყობილი და ჯოხი იყოს მგრძნობიარე რომ რაღაც არ გამოგეპაროს ან ჩარტყმა ან კაი ანიმაცია მისცე აი ოხრა არ ველოდებოდი ხრამულს ნახდათ არ ველოდებოდი ეხლა იქ რაღაც ქაშაპი მსმენია აქ მაგრამ ხრამულიც კაცო თან ამხელა და ო მაგარი რამეა რა ფოტოები უნდა გადავუღო აუცილებლად ერთი წოთი დამაცადე აი ერთ ნახევრიანი სნეკი სელექტის როგორ აქვს აღებული ვახ ჩემი კაი ორი წამი გავთიშოთ და ფოტოსესია всё შვენიერი ფოტოსესია ჩაუტარე სელექტის სნეკი და ხრამული გამხელა შოთ წამი იქით გაგაზე ნუ მოლეღდი ახლა ხუთი წუთი ვერ გაგიძლია იმაზე ხმელეთზე მიდი ოპა გასწორებას ცდილობს ეს რაღაც გამოედო ახლა რაღაცა ამოყიროთ აი ლაყუჩებით კარგად სუნთქავ თითქოს და დაყვინთე არა წესით უნდა დავიდეს არაფერი ესეთი არ უნდა მოვიდეს ეს გავასწოროთ აი ხრამული ჯერ არ მიდის ანუ ვერ მიდის ოხ შენი სერზე გადადებულია შევასწორე რა აუცილებლად წავა მაგრამ მგონი ახლა ეს მოვიდეს ბალახმა დამიწა კაი ბალახი სილიგონიც შესასწორებელი ყოფილა მიდი ცდილობს რა წავა მოგომიერდება ამოისუნთქოსო და მიდი გასწორდი კამერას არ ავთიშავ სპეციალურად მინდა რომ გამოჩნდეს რომ წავა ელზე დადექი ახლა მე ამასობაში კორჭილა მოვატყუე
მიდი. რამული გამოვაცოცხლა გორჯილო. ასეთი. აბა. წავიდა ხრამული. იქით მოეფარა იმებს. ამან მე მგონი ვარდნაზე აიღო, იმიტომ რომ როგორც კი ამოვახვია, ეგრევე გზადდება. ეს ხრამული კიდე ტანჯულობს აი აქ. აი აქ არის. გავარტყი ქორჭილო ახლა. აი ეს გაიჭედა. აი, წავიდა. აი. ბალახებში ჩადის, აი. გაცოცხლდა. всё. ჩავიდა. ესე რაღაცა ჩარტყმები მაგ და არ ჯდება. მე მგონი ცოტა პატარა ქორჭილები არის. პატარა 2 გრამამდე ჯოხით მოვსინჯავ ახლა ეს ახალი სილიკონი მაქვს წამოღებული ანტივეიცის 0.9 ინჩიანი პატარა ზომის ტანტა. მოვსინჯოთ აბა ერთი პატარა ქორჭილებს. რამდენად მოეწონებათ. ისეთი ზომა შეიძლება კარასიც კი მოტყუდეს. ამ სილიკონზე. მოკლედ ვნახოთ რა გამოვა. ესე. ნოლი მთელ 3 გრამიან სიმძიმეზე. ძალიან ისეთი ნიავია. პატარა ნიავია, მაგრამ პირდაპირ ჩემსკენ უბერავს და 0.3 იქით გადაგდება. პირველივე გადაგდება სადამდე შევძელი გადავაგდე და იმ პატარა ტანტაზე ეგრევე დავიჭირე პირველივე ჩაგდებაზე. აი ეს არ არის ახლა თლათ ისეთი პატარა ზომის ქორჭილა რომ ის 1.5 ინჩიანი ვერა იყო. ეს არის 16-17 სანტიმეტრიანი ქორჭილა. მაგრამ ეტყობა რაღაცა პასიურად ურყავდა. თუ რა ხდება? აი ახლა კარგად მივაწვდინე წესით. წესით უნდა მოტყოდეს იქ. აი, ხო თქვი? სატურნი რეზონი. ოდნავ დიდ სილიკონს ჩარტყმობს უკეთებდა, მაგრამ ვერ იღებდა. ცოტა გამივარდა. გამივარდა და ქორჭილა არ ჩამივარდა. მაინც დავიჭირე. ოღონდ ნანო ზომის. შპინგალეტკა. კაი ეგრევე მიყოლებით აბა.
მეორე. ოპ, ნავან გადავარდი. ეს კარგად ჩავარდა. ეს იმაზე ოდნავ დიდი. გამეორებითი. კარგად დაარტყა ეს პატარა სილიკონსაც აწილებს პირს თუ რა ხდება. აი, ეგარა აცილა. მაგრამ ეს პატარა არ არის. ეს შეძრება ლახებში. ეს ჩათვლადი გორჯილაა. რა მაგრად მოეწონათ ეს. პატარა ტანტა. გარე. გლონაზოთ დგას. ნემს გავზე. იმ კუნძულთან თუ მივაწვდინე ხოლმე არ ვიცი მე ერთი ჩაგდება არ გამაზულა იქ თუ კარგად მივაწვდინე აუ ეს რა არის არა ჩათვლადი ცოტა დამაკლა. რაც გამიშნოვედი გადაგდებისას. მაგრამ მაინც დაჯდა. ეს უკვე ჩათვლადი. აი ჯაგრა. Ura patara. Ura patara ari. Ципоების გუნდს დავადექი თუ რა ხდება? რომელი უფრო პატარა იყო ვერ გაიგე. რა არის? ნანოს ტურნირი კი არა მაქვს.
რა საინტერესო იქნება ამაზე რო დაჭდეს რაღაც ისეთი მოხრამულებული რა 7 გრამამდე ჯოხს რაც უშვებოდა ჩემი და ოჰო ბიჭო რა ხელა კარას აი თუ არ მოეწონება ის ინტიბეიცის პატარა ტანტა ჩემი კაი რა ხელა კარას ოდია რა ხელა სოჩკა გააკეთა რა კარმახზე ხო არა ხარ ნაჯვარი შეჩემ ეგრეც ვიცოდი რომ ეს ტანტა მოეწონებოდა აი აი შენიერ წავიდა ისეთი რბილი და ისეთი ზომაა რომ მაგრა დაევასა მორიგი სიტუ რა წახანდელები ხურბატარები იყო სიტუ ვა ნახე რა დღეშია ეს თან ერთი ცალი სილიკონი არ შემიცვლია რაც დავაყენე ისევ ის აყენია და ქვეყანა თევზი ამოვიყვანე მაგით და ჯერ არ გა აი ამან თუ არ გააფუჭა ეხლა ზაღლმა არა გადარჩა რატო არ მქონდა აქამდე ეს მოდელი MTB-ის კოღოს მოწოს უფრო აფუჭებდნენ ხოლმე მალე და ამას ვერ აფუჭებენ შევასორო და აბა ეგრევე უწყვეტ რეჟიმში ვიყურე თუ კარგად ჩავარდა მე მგონი ნორმალური იყო ჩაიძიროსო და ენა ეს ციტუ ზონაა მაგრამ მაინც hop იქ ეხლა გამიტრაკებენ ეს ბატარეა. ეს რა
აი ძმაო. იმენა ამ ხელა ქორჭილა მე არ დასწორეს არ დამიჭერია და ამანაც კი აიღო ეს სილიკონი. და ქორჭილის ზომა ნახეთ. აი. არ ვიცი, ნეკათით ისე პატარაც არის მე მგონი. ესეთი ზომის ქორჭილი. სადაც აი იმ ლოკაციაზე. იქ ჩარტო. აი. იდეაში ესეთი თევზი უნდა იჭირო ამ 2 გრამამდე ჯოხით. მე უბრალოდ მივერჩვია. რომ ცოტა არ იყოს დიდი თევზები. მაწვალებენ ხოლმე და ესეთ პატარა თევზებს აღარ ვაქცევ ყურადღებას, თორე ესეთი თევზები საჭიროდ არის ეს ჯოხი. წესით და რიგით. შედარებით მოსტილი. არა. ნუ ამ ერთმა სილიკონმა რამდენ ხანს გაძლო მე არ ვიცი. ალბათ დღევანდელ დღეს ეყოფა მთლიანად. დიდხანს აღარ ვაპირებ გაჩერებას ალბათ 1.5 საათიც. Oh, Marjos. Opa. Ja, karasiat khorjila. მე ჩამოცხა აღარ მოდის. გაჩერდა. დილას კარგად მოდიოდა. დავასრულე დღევანდელი თევზაობა. ორივე ჯოხით საკმაოდ კარგად ვითევზავე. სატყუარები არ შემიცვლია, ამაზე 1.5-იანი ინჩიანი ის მეყენა სელექტის სნექი და empty baits-ის ტანტა არ შემიცვლია. თავიდან ბოლომდე ვითევზავე ერთი სილიკონი და ისევ ჩვეულებრივ არაფერი არ დამარცხნია. საკმაოდ საინტერესო თევზაობა იყო, ხრამული იყო გასაოცარი. პირველად დავიჭირე. ტურნირის წინა ვარჯიშისთვის არ აუშავდა. ალგეთზე ჯობდა ეხლა, მაგრამ არ აუშავს აქაც. მოგა წარმატებები ყველას.